მოგესალმებით პატივცემულო და ღრმად პატივცემულო საზოგადოებაო. იმ საზოგადოებას მოგესალმებით, ვინც აღარ აზროვნებთ, ვინც გვიყურებს, ვინც რაღაც სიმპათიებით არის ჩვენთან, ვისაც იმედი აქვს, რომ რაღაცას ერთად გავაკეთებთ. მარტო კაცი ჭამაშია ძბრალია, ჩემო კარგებო და ერთად უნდა ვიყოთ, ერთად მოვიმოქმედოთ ყველაფერი, რომ გავაკეთოთ ის, რასაც ჩვენი შვილების, ჩვენი შვილიშვილების კეთილდღეობა და საქართველოს მომავალი ქვია. თუმცა დღეს ცოტა რაღაცა გაბრაზებული ვარ, იმიტომ რომ რაღაც ახალი ტალღა აგორდა და ამ ტალღის თაობაზე მინდა ვილაპარაკო. ხანდახან შეიძლება ცოტა ისეთი სიტყვა გადმომივარდეს ხოლმე საინფორმაციო ღრუდან და მომიტევეთ სულ გრძელად, რამე თუ მეც აღელვებული ვარ დღეს. ამაღელვეს ზოგიერთმა მამალმა თხამ, ანუ ჩვენი დამპყრობლები როგორც ეძახიან კოზიოლმა და ამ კოზიოლების გადამკიდე ამ სიტყვასაც ვიხმარ ხოლმე, ხან მამალ თხას ვიხმარ, რა ვიცი. ამ კოზიოლების გადამკიდე მინდა რომ მოდი რაი განხილვაში მოვიყვანოთ ყველაფერი და საქართველოს გადაიქცა ამ ბოლო დროს ძალიან ცუდი რაღაცეები მოხდა ამ ქვეყანაში და ეს ყველაფერი რითი იწყება და რითი მთავრდება გენიალური ჭაბუას აქ აი ფრაგმენტი მინდა ძმებო ერთი ჩამირთეთ ეგ ფრაგმენტი რომ გაგახსენოთ რითი იწყება და მთავრდება ეს მთელი კატავასია რა რას შვებით ხალხო რას გევხართ თუ ხედავთ ამას ვინ ხართ ქვეუბედურებო რა ჯიშის ხართ რა გიყოთ და რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა აბელასეთურმა და მოსასპობმა თაბაგარმა არ ფიქრობ ვერ ხედავთ ამას აი ეს ისეთი სამარაჯამო ტექსტი არის დათა თუთაშხიასი და მე მარტო ერთ პერიოდს ვერ მივაკუთვნებ, ეს რამოდენიმე პერიოდს ეკუთვნის საქართველოს ისტორიაში. მართლა რას დაგამსგავსათ, ან დღევანდელმა ცხოვრებამ, ან გუშინდელმა ცხოვრებამ, ნუ თუ თქვენი ჯიგარი ან აზრი არა გაქვთ რა. მე ხა სხვა რამე ეს თქმა მინდა. ეს ბოტები და ეს ნაბიჭორები რო გაცნე რა, ბოტები და ტროლები და დამალული რო ჯერ დამალული რო ხარ, შენი დამალული შუბა დავხი და მე ფულს რო გიხდიან, შემართლა მამალო თხაო შენა რა. აი მაგრად ვიძაბები ხოლმე, განა იმიტომ. მე ხანდახან ვფიქრობ ჩემები, კორკოთ ეგეთები რამდენი არის მაგრამ ვინ აფინანსებს ახლა ამას? აი თქვენი აზრით როგორ ფიქრობთ ახლა? სოროსი აფინანსებს ამას, ანის აფინანსებს ან? არა, ამას კონტროლს უწევენ ძალისმიერი სტრუქტურები. ახლა ახალი ოპერაცია დაიწყო ოპერაცია იმის წინააღმდეგ, რასაც პატრიოტთა ალიანსი ქვია. პატრიოტთა ალიანსის თაობაზე იმდენი რამე დაიდო აი ამ ორ დღეში რომ განაცდა იქ ის ფოტო მონტაჟები დაიდო როგორ ეხვევა გოჩა და ერთ რამეს გეტყვი მოდი და ერთი რამეა ვინც ამას აკეთებს ერთი ცუდ რამეს აკეთებს რა ძალიან ცუდს აკეთებს არ მინდა ჯერჯერობით არ მინდა ცოტა რომ ავკრიფო მე შეგაგინებ კიდევაც დამპალი თესლიდან აღმოცენებულო რა ხო და ძალიან ცუდ რამეს აკეთებს ამითი მაგრამ მეორე ცუდი ნახე რა არის ეს ჩამჯდარი რო არიან ეს კაზიოლები მართლა რა და აი ეს აბა არიქა ვისა კორკოტა ენა გამოყავი ზედ უნდა მოგასაქმოთ და რაღაცეები და ეგ ცოტა ისეთი საქმეა რა რას ნიშნავს კაი შეურაცხყოფად მივიღე სათანადო პასუხი გავთ მე ენერგია ხო სადღაცას დამთავრდება ეს გინება და ეს მაგრამ თქვენ თვითონ როგორ ცხოვრობთ რა თქვენ მართლა აი რაღაც შნირებო თქვენ როგორ ცხოვრობთ რითი ცხოვრობთ ან რა გაქვთ ბიჭო რამე შინაგანი არ გაგაჩნიათ თქვენი რაღაც ან
შვილის სიყვარული არა ან იმ ფულს რო შოულობთ რაში შოულობთ სხვა კაცის გინებაში შოულობთ აი მე არ ვიცი რა თან პატრიოტ ალიანსი და ყვირილია და ისა მე მინდა რაღაცები დავაკონკრეტო მე პირადად პატრიოტ ალიანსის წევრი არა ვარ ქართული მისიის წევრი ჩვენ ალტიფომ პატრიოტ და ბევრმა კიდე ორგანიზაციებმა გავაგე მე ხა დავრჩი ჩემი მეგობრები არიან პატრიოტ და იმას არ ნიშნავს ეხა ამას რომ ამბობ რომ მე არა ვარ პატრიოტ ალიანსის წევრი ბოლომდე ერთად ვარ ძმაო ყველა კითხვას და პასუხზე გამცემი ვარ ყველა კითხვის და პასუხის რა ეხა ერთი რამის თქმა მინდა რა ძალიან მარტივი რაღაცების თქმა მინდა რომ რატო რანაირად ან რა ეხა ნახეთ რა ხდება რა გამაგრებული ყავს ნაციონალური მოძრაობა ოცნებას იცის რომ სანამ ბუა მოდის არსებობს ეს ნახევრად მოაზრონე და დაეტაკება ორ კარტოფილს ჩაიდებს ის ყველას მე შეურაცხყოფას გაყენებთ იმას ვინც ღირსი ხართ რა ჯერ ტროლებს და ბოტებს იმიტომ რომ აი თქვენი დედას შევეცი პირდაპირ რა გინდა მომხსნა სამსახურიდან და რაც გინდა ის გინდა გადამაყენონ ამ ჟურნალისტიკიდან რა თქვენი ბოზი დედა მოვტყარ მე რა თქვენ ურევთ საქართველოს თქვენ ახართ ნაბიჭურები ნაბოზრები და ყველანი ჩათლახები ხართ რა თქვენ გინდა წაკიდოთ ხალხი ერთმანეთს ეხა ხედავთ რა სიტუაცია გაყოფილია ნახევარ საქართველო იმას წამლავთ ამას წამლავთ და მე რას იგებთ ამისი თქვენ ბიჭო ტვინი არა გაქვთ ოცნებაში როზი ხართ ამ იერარქიულად და ტვინი არა გაქვთ თავში ამ ვიღაცა ნაბიჭურებს რო ალაპარაკებთ ისეთ ხალხზე თქვენ ვიზეც ალაპარაკობთ იმაზე არ ლაპარაკობთ იმიტომ რომ მაგაძე დგახართ ძმაო მაგაძე დგახართ თქვენ აი მაგაძე დგახართ ოცნება დგას იმაზე ნაციონალურ მოძრაობაზე ნაციონალური მოძრაობა არის ძირითადი ყველაფერი რა მოდი კაი არა გავანებო თავი საიდან დგას როგორ დგას აკითხებს დამიწყებს ხო ვიცი თითეული შიგნიდან რაღაცას უყურებს ეხა და ესი არ არის მოდი რა ძალიან მარტივ რამეს გეტყვით ეხა რა კოჰაბიტაცია ვინ შემოიტანა ვინ დაალაგა დიდ თაროზე პროკურატურის ამბები ეხლა რომ ინდური სერიალივით მიდის და მithom არ ვიცით რა ხდება იქ და მithom ანამდე არ ვიცოდი რომ როგორ აწამებდნენ ხალხს როგორ აუბედურებდნენ ვაზაგაშვილი როგორ ააფეთქეს შვილი როგორ მოუკლეს ან ბუტარობაქიძე როგორ მოკლეს მამამის და დედამის ვიცნობ და ზუსტად ვიცი რომ ვერსად ვერ ამდენი ხნის განმავლობაში ვერსად ვერ გაიტანეს ვერაფერი არა ვისი ბრალია მოდი რა წავყვეთ ნელ-ნელა მე ვედი და მიავირჩიე ის პრეზიდენტი ბიძინა შენ არ იყავი რომ გამოხოდი და ახლა საჭიროა რომ დასავლური ვინ აირჩია პირველი პრეზიდენტი ვინ აირჩია მე ვინ იყო ყვავილები დახუნძლულები არ იქა მოვიგეთ და ყვავილები დახუნძლულები მე მივდიოდი თუ ვინ მიდიოდა აი გარი მთელი უბედურება რა დღეს ახლა მეგობრებთან ერთად ლაპარაკობდი და რა მითხრეს იცი აი ძალიან ისეთი რაღაცა ბიჭო ხეზბოლა და ისინი აღიარებენ რამე ტერაქტს რო გააკეთებენ რომ ჩვენ თავზე ვიღებთ ამის გაკეთებასო ოცნება რამე აგიღია შენი იაღლიშის გულისთვის შენ თავზე რასაც პოლიტიკურად შენი ჩასურაქულია დღეს მითხარი და კი ბატონო რა რამე აგიღია კოჰაბიტაცია აგიღია შენ თავზე ეს პრეზიდენტები რო გადაგიდგნენ აგიღია შენ თავზე სასამართლო რო ვისია გატენილი ოცნება რო ნახევარი ნაცებით ყავთ გატენილი თქვენა გაგდ ბიჭო სალაპარაკო რამე რომელიმესტო აი თქვენა გაგდ ან კიდე ის ბრმები რო ხართ ეს ბოტები და ისინი ხო სადაც გნახავთ კიდე ხო გაირკვევა ვინ ახარ და ვინ მარტო ფურთხით დაგაჟანგებთ თქვენ დამპალებო თქვენ დამპალი თესლიდან აღმოცენებულებო უკვე ნერვი აღარ არის ამაგისო რომ კარგად ვართო კარგად როგორ ახართ ერთი გამაგებინეთ კარგად ვინ არის ისი ერთი 10 კაცია კარგად და არც მაგათი ფული დამითვლია და არც დავითვლი არასოდეს იშოვნეს მო ღმერთმა მაგრამ შენო კარგად ფულ შოულობ და ძღები შეჩემის კირაკოზა შენა აქ რო ხალხი მშიერი კუდება და
ნაგავში რომ რიგებმა მოიმატეს და აღარ არსებობს სხვანაირად ყველაფერი, ეგ როგორ არის გაფიცებთ ყველაფერს რა. ერთი მუხრან მაჭავარიანის პატარა ლექსი არის და ის მინდა წაგიკითხოთ. კარგად ყოფნის და არ კარგად ყოფნის თაობაზე რა. კარგადა ვარო, კაცი რომ გეტყვის, გადაუჭირო უნდა მათრახი, კაცი რომ ეხლა კარგად იქნება, ან სულელია, ან და ჩათლახი. აი ეს არის ბატონო რა. ზუსტი დიაგნოსტიკა არის დასმული მანდ რა. ეგრი არ არის, ერთი გაფიცებთ ყველაფერს. ბიჭო, საქართველო და თბილისი იმითი ფასობდა, რომ ადამიანი მშიერ ძალიან ნაკლები, ჩემ ბავშვობაში ძალიან ნაკლები მახსოვს, მათხოვარი ხელგაწოდილი რა. ეხლა, იმიტომ რომ მაინც ადამიანის პატივისცემა იცოდა და ყოველთვის რაღაცას გვერდზე მიუდგებოდა, რაღაცას ან თეფშით გაუტანდა საჭმელს, არაღა მშიერი არავინ არ ყოდებოდა. დაუმარხავი მკვდარი არ არსებობდა, ძმებო, უბანი მარხავდა, რამდენი დამარხულა ეხა ახალგაზრდები. თქვენ რა დაგემართათ, ბიჭო, რა გეტაკათ ამისთანა რა უბედურება გეტაკათ, ერთი აი გამაგებინეთ რა. როგორ ახართ აი მართლა ჩირქით სავსეები ხართ, რომ ვიღაც ან წაკაბინოთ, ან რაღაცა გაუკეთოთ ისეთი, რომ რაღაც უბედურებას მოაწიოთ რა. არ ვიცი ძმაო, ამას რა ეშველება დედასფიცა ვარ თუ ვიცოდე რა. ღმერთი დაკარგეთ, ღმერთი. მე ხა იმას არ ვამბობ, რომ არ იქა ფთოსანი ანგელი, ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ მეც, მაგრამ ღმერთი ყავთ დაკარგული. ისეთ რამეს აკეთებს, რომ ღმერთის არ გეშინიათ რა. ბუმერანგივით ხვირპირში მოგხვდებათ, რო იცოდეთ რა. ბუმერანგივით მოგხვდებათ ხვირპირში რა. ერთი დამირეკე და თქვენი აზრი მომახსენეთ რა. რეკავდნენ ვიღაცები და ვეღარ ჩავრთე უკაცრავად, მაგრამ თუ ვინმე შემოვიდა ერთი მაინტერესებს რა, რომ როგორ არის ეგ ამბავი ეხა ეს ცილისწამება და რატოა ეს ცილისწამება ხო ხვდებითა რა. მარტო დარჩენილ ოცნებას ადგილობრივ არჩევნებზე კონკურენტი არ უნდა ყავდეს რა. თუ ეყოლება კონკურენტი თქვათ პატრიოტთა ალიანსი და მიიღებს მონაწილეობას, ხო ჯერ გადაწყვეტილება არავის მიღებული არა აქ ეგ, არ ვიცი, ალბათ გაირკვევა კიდევაც, თუ მიიღებს მონაწილეობას, ხედავს რომ აშკარად ამის კონკურენტი არის რა. კონკურენტია, აშკარად კონკურენტია. სარიმაქ ეთერში მობრძანდით. ამის კონკურენტი არის რა. კონკურენტია, აშკარად კონკურენტია. სარიმაქ ეთერში მობრძანდით. ალო. დიახ. გაითიშა, ცუდია რომ გაითიშა. ეს რა ვიცი ვერ მოწესრიგ და აქედან სიგნალი გვიან გადის, იქ ორჯერ მეორდება. მე რესპონდენტ ფიქრობს რომ ვერ იმაშვება, არ არის კავშირზე და მოკლედ ეგრეა რა. რა ვიცი ხა, ძალიან ბევრი ადამიანი მირეკავს და მეუნება რომ რაღაცა კორკოტ აი ჩვენ რაღაცა ჩემი ავთოა დავითაია სოხუმელები არიან ეგენი დიდი საძმაკაცო ყავს და ესენი შეიკრიბებია ხოლმე თურმე ერთად რაღაცა და რაღაცა კორკოტ აბადავა სიმართლე დედასფიცა აი ჩემი პირჯვარი ძმაო სიმართლის გარდა თუ რამე ვთქვა რა პატრიოტთა ალიანსის შეკორა თქვენ უბედურებო თქვენა თქვენ გამორეცხილებო ხო ნორმაზე ხართ თქვენ ბიჭო რეებს აბრალე მელია გადაკოცნა იმას გააკეთა ამას ხო დაეტყობა მე ხა არ ბოდიშის მომხდელი რო ეგრე არ არის თუ პროსტო დააგდეთ რა ეგრე გჭირდებათ თუ დაგაფინანსეს და ახალ რაღაცას აგორებთ აი ეგ არის მთელი უბედურება რომ თქვენი მრწამსი არა გაქვთ თქვენი ღირსება არა გაქვთ და ლაპარაკობთ ვიღაცის რაღაცას ან ორ კარტოფილს ჩაგიდებს ვიღაცა ჯიბეში და ეგაა თავი ბოლო სარიმაქ ეთერში მოვბრძანდით ბატონო გისმენთ ბატონო გისმენთ ხო მე ყველაფერში გეთანხმებ. გაცხროსენტიანია. ყველაფერი. გენაცვალე ძმაო, გენაცვალე. დიდი მადლობა, შემოგევლე, დიდი მადლობა.
აი განა რა რომ აი მე მართალი ვარ, მაგიტომ ხوار ვლაპარაკობ. ყველაფერს ფიცავარ, ხალხო. რამ გაგაბოროტა თქვენ ჩემის კირაკოზებო მართლა. მოდი რა ძალიან მარტივ რამესა. კაი თქვათ დაუშვათ და პატრიოტთა ალიანსი, რაც ჯვარი გწერია და არასოდეს არ მოხდება ძმაო, შეუერთდა იმას რა ქვია ოპოზიციურ მოძრაობას, ხო სიტყვაზე ვამბობ რა. თქვენ ნაციონალებს ვისაც ეძახით, იმითი როა სავსე დღეს ოცნება და მართლობაში რომ ბევრნი არიან, ისინი თუ გაგიკრიტიკებიათ ოდესმე. აი გაფიცებთ ყველაფერს მითხარით რა. ზარი მაქვს ეთერში მობრძანდით. ალო ბატონო გია, გამარჯობათ. გამარჯობა ჩემო კარგო. ბატონო გია, დღეს რაც ხდება ჩვენს ჯვირფას ქვეყანაში, ამ საწოდავ საქართველოში, ბრიყვი უნდა იყოს ადამიანი, რომ ის ვერ დაინახოს. რა მხედველობაში მაქვს სავალალო ვითარება. ყველაფერ სფეროში რომ ჩაფლავებულია საქმე და ბატონო გია, თქვენ გეთანხმებით ყველანაირად იცით რა მინდა გითხრათ? ხელისუფლებაში რომ ბრძანდებიან ეხლა ყველა ერთად რომ ავწონოთ, თქვენი ფასი მაინც არც ერთი მთლიანობაში არ იქნება. ძალიან გთხოვთ ბატონო გია, თავს გაუფრთხილდით, ნუ მოусმენთ, ნუ აყვებით ამ ენაჭარტანა გაბოროტებულ ხალხს და მოვად რომ მე არ მაქვს იმედი დაკარგული, მოვად რომ მართლა პატრიოტები დაიკავებენ მაგათ ადგილს და ყველას მიეჩინება თავთავისი კუთვნილი და მიეზღება ყველას თავისი კუთვნილი. დღეს ვინც როგორ მოქმედებს, ვინც როგორ რას აკეთებს, თქვენ გული არ გაიტეხოთ, ჯანმრთელობას გისურვებთ ბატონო გია. აუ თქვენ შემოგევლეთ ქალბატონო, თქვენ თვითონ ჯანმრთელად იყავით ჩემო კარგო, მე მინდა გულით მინდა რომ თქვენ ბატონო გია და თქვენი სანახალხი პატრიოტთა ალიანსის წევრები ძალიან კარგად იყოთ, ძალიან კარგად მხნეთ ჯანმრთელად და მალე მოვა ის რომ მოვა ნამდვილად რომ თქვენ ხელისუფლებაში გიხილავთ და აი მაშინ დაალაგდება ყველაფერი. გაგახაროთ გამჩენმა. იცოცხლეთ ჩემო კარგო, ღმერთმა კარგად გამყოფოთ. აი რა ვიცი რა, ერთი 10 ქალი ეგეთი დარიკოსნაირი და ყველაფერი იქნებოდა. ხალხო, გაიღვიძეთ, ცხოვრობთ იმ ცხოვრებაში, სადაც უთქვენოდ მიდის ეს ყველაფერი რა. ჩვენ მარტო ვზივარ და ვლაპარაკობთ, ეგრე გამოდის რა. მაგრამ როცა კი ქონდა რაღაც საშუალება რომ აგერ არჩევნები არის ხო ძმაო, რაღაცები რომ დაიწყეს, კორკოთ კი მოგცემდით ხმას, მაგრამ ჩვენ გითხრეს რომ მაინც ვერ მოიგებთო და 100 ლარი დაგვირიგეს და ამიტომ ოცნებას მივეცით ხმა. რაღა უნდა ველაპარაკო, რაღა უნდა ველაპარაკო ეხა ამ ადამიანებს რა. რა ვიცი ძმაო, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, კარგად იყავ. ზარი მაქვს ეთერში მოვრძანდით. ხო, გამარჯობა ჩემო. გამარჯობა ჩემო ქალბატონო. ეხლა გადავსვით ტელევიზორი იმაზე და გრიგოლია და ანა დოლიძე. აი, გული ვერევა ხალხ. ამათი შემხედვარი, ამათი სიტყვები, ამათი არცენი ამ ახალგაზრდობას ამათ რო უწერენ ხარ და ამათ ვებუბროთ განან. ეს დოლიძე მაინც რანაირი გახდა. გულ სხვა ალბატონი ზეგონა და ეს ვიყოფილა თავხედი, ნამდვილად თავხედი. რა ეშველება ჩვენ საქართველოს? რა ეშველება საქართველოს? ასე რომ გარკვეულს შენი ახალგაზრდობა. ამ ახალგაზრდებს აი ჩემო ქალბატონო, ერთი წუთით მომისმინეთ, შემოგევლეთ. ყველაფერი დალაგებული იქნებოდა რომ პატრიოტულ ძალებს ერთად ემოქმედათ. ოცნება მოიძულა სულ ყველა, გარიყა პატრიოტთა ალიანსი იყო, ალტინფო იყო თუ და ხალხს დაუყენა ეგრე საკითხი. აი ჩვენ თუ არ ვიქნებით, ნაციონალური მოძრაობა მოვაო. და ნახეთ
ხალხმა აიღო და უცბად გააქანა და ყველაფერი ხმა მისცა ოცნება. მე რამდენი წელია გვატყუებენ ესე. თვითონ დიდებულად ცხოვრობენ და ეს ხალხი კიდე ნაგვის ყუთებში ძურება? მართალ ძალიან გვიჭირს ხალხს. უკვე გვიჭირს ხალხს. ვიცი, ჩემო კარგო, ვიცი. არ მიიღებს უკვე. იმიტომ რომ ძალიან გვიჭირს ხალხს. ჩვენ არ უყურებთ ახლა ზამანამდე რუსთავებზე ესენი აქეთ ყაყამობენ, ესენი აქეთ ზანან და გელიო აიმე, ზუსტად აიმე ანდაზა იმანიცებ ამ საქართველოს მთავრობას და ოპოზიციას. ზუსტად აი ეს არის. სამწუხაროა, გაიხარე, დიდი მადლობა ჩართვისთვის. აი ჩემი მალხაზ ბარბაქაძე, ჩემი მეგობარი კაცი, რაღაც ლექსი მომაწოდა უცბად და მინდა რომ ლექსად ვიტყვი, რამე მოკლეს, ამისათვის თუ არ მომკლეს, უწერია თვით სოფოკლეს, მართალს ენა დაუმოკლეს, შეკრულია ქოცი, ნაცი, ვიღას უნდა ბრძენი კაცი, აითვის ეს სიგრძე, განი, უნიჭობის გასაქანი, ვერ გავიგეთ რას ჩადიან, რას კერავენ, ან რას ჭრიან, ყველგან ვამბობ ვინც არიან, სანამ ენას მომაჭრიან. არ არის ზუსტი? არ არის? მალხას ჯიგარი ხარ. რა ვიცი, იმდენმა ისე აი თითო ლექსად მაწვდიან თავის გულის ამონაკვესებს ხოლმე რა ადამიანები რა. ხალხო, ერთი რამეში მენდეთ რა. დედას ფიცა ვარ თუ რამეს ვიტყუებოდე, ყველაფერი მომიბრუნდეს უკან რა. ჯერ ბიჭო ნაცობას როგორ გვაბრალებთ, თქვენ მართლა კოზიოლებო და თქვენ ახვრებო თქვენა რა. როგორ მე როგორ მაბრალებთ? თქვენ სად ეგდე, თქვენ ჩემი სკირაკოზებო, მე რო გასიებული ზურგი მაქვს, ეხა ატყავებული კიდე იმ ნარტყმევებით. თქვენი მართლა დედა ავატირე თქვენ ჩარუმებო თქვენა ხართ ხალხიტო, თქვენი უმადური და თქვენი დამოკიდებული ფულის ამღები, საზიზღრები, გულის ამრევები ხართ რა, ზარი მაქვს ეთერში. მობრძანდით. ჩარუმებო თქვენა ხართ ხალხიტო. ბატონო გისმენთ? ბატონო გისმენთ ძმაო? ენაცვლეთ, კაი კაცი ხართ. დაესარი რავალ გიერგობას. შენ გენაცვალე. ჯიგარი კაცი ხართ. ყოველთვის მიხარია თქვენი გამოთვლა ტელევიზიაში, ხარო გამოთხარ. დიდი სიამოვნებით უსმენთ ტელევიზიას. აი გეხუტუნე გულში ძმაო, მაგაროდ გენაცვალე შენა. ენაცვალეთ, ეხანაც აი გადავხეთ და რა ვიცი რა, გენაცვალებ, რავალ გიერგობას დაგასვოს მეთქვა თქვენი ლამაზი ოჯახი და კაი კაცობით ჯიგარი ხარ და გაგახაროთ ღმერთმა იცოცხლე გელი კაცი ხარ რა, ვაშკაცი კაცი ხარ და შენისანა ხალხი ღმერთმა ამრავლოს. გაიხარე, შენ გენაცვალე, გაიხარე ძმაო. თან რა არის ცი უბედურება? ესენი ვიღაცა ხან იმითი და სახელებიც ქვიათ რაღაცეებია, ხან ზოგს პროჭო ქვია, ზოგს ისა ქვია, ზოგს წადი თქვენი ჯერ სახელები რა, ბიჭო გამოჩდი და მე ყველაფერს ფიცა ვარ თუ არ მივიღოთ თქვენი კრიტიკული აზრი რა. ყველაფერს ფიცა ვარ, მივიღებ ძმაო. თქვენ ოღონდ მითხარით აი ესე ჯიგრულად, გინდა დამირეკეთ, გინდა მომწერეთ და მითხარით, განა ის რომ უკვე რეზიუმეს რო აკეთებთ, თურმე ნაცებს შეკურიან, იმას ააგდებ, ვიღაცა მთელი ეს კანტორა მოგყვება სიმონეს გაბოზებული ისინი რო არია, ბოტები და ტროლები, ფულს რო იღებენ და მოგყვებიან რა თქვენ რა, იმიტომ რომ რაღაცა ფული აიღონ იქიდან რა. ერთი მოდი და დაამტკიცე ძმაო, რომ თუ არიან პირველი მე თუ არ ვაფურთხო ვინც ესე გააკეთებს დედას ფიცა ვართო. მე მეტყობა ბიჭო რამე ნაცის მართლა. თქვენ სად იყავით რომ და ყველაფერი რაც შეიძლება ჩემი ოჯახი მქონდა დადებული სასწორზე. თქვენი მართლა ნაგლი და უმადური დედა ვატირე. ზარი მაქვს ეთერში. გამარჯობა ჩემო გამარჯობა ჩემო ძვირფასო. მოგილოცავთ პალინდელ დღეს და გიორგის ბრალა და ნადლის ფონებოდეთ თქვენ პირადად. ამინ შემოგევლოს ჩემი თავი, გენაცვალე, დიდი მადლობა. ისე როგორც
წმინდა გიორგი ყოველთვის დაუმარცხებელი იყო, თქვენც ათეჩვიდე ყოფილიყავით ყოველთვის დაუმარცხებელი და გამარჯვებული ჩვენს სამშობლოს ლიბერიაში. თქვენთან ერთად, ჩემო კარგო. ყველა ქრისტიანთან ერთად. ჩემო პატივცემულო გია, მაქვს პატივი, რომ გითხრათ ერთი რამ. დიახ. გამარჯვებისათვის აუცილებელი არის წარსულზე დავდგე. აუცილებლად. წარსული რა არის? წარსული არის კანონიერება. კანონიერება აღვადგინოთ საატაროს არჩევნები. ჩვენ გინდა ეროვნულ ძალებს ახალი არჩევნების ჩატარება კანონიერების საფუძველზე. დიდმა კონსტანტინე გამსახურდიამ დიდ პოსტიააგო ხოლო გუდაუთის სიახლოვეს დიდებთან აფხაზური ოდა თეჯგანებმა დაწვეს და ქართველებს და აფხაზებს გადააბრალეს გაგრაში დიდებთან ახლოს. ეს ყველაფერი უნდა გამოიწვიოს. ვინ გამოიწვიოს ამას? ამას უნდა კანონიერი ხელისუფლება გამოიწვიოს. სამართლებიდან მოკლებული, დღემდე დამთავრებული ყველა სამშობლოს მოღალატეა. ლიბერიის მოღალატეა და არც ერთი არ არის საფრანგეთის მიერ არჩეული. არის მაგალი. გაიხარე შემოგევლოს ჩემი თავი, გაგახაროს გამჩენმა ჩემო კარგო. რა ვიცი, როგორი, რა კარგი რამეა. ხვალინდელი დღე, რომ დავამთავრებთ დამთავრების წინ აუცილებლად წმინდა გიორგის ტროპარით უნდა მოგესალმოთ და ერთი პატარა ისტორიაც მოგიყვეთ ერთ-ერთმა მამაომ, რომელთანაც ავედი მეუფე იობის ხეობაში, იქ მითხრა, რამე და იმას ბოლოსთვის მოვინახავ, რომ რაღაც ნუგბარად შემოგინახოთ სულ ყველას. ზარი მაქვს ეთერში, მობრძანდით. გამარჯობა, შემოგევლე. იცით რა, პირველად ვრეკავ თქვენთან. დიახ, პირადად თქვენთან. დიახ. ხო და ძალიან დიდი გოდიში, მაგრამ რატო ნერვიულობ და ამას ვერ გაიგებს მხოლოდ ძალიან უტვინო ადამიანი, ან ძალიან გარეწარი. ვაი, შენ გენაცვალე, ჩემო ძვირფასო ადამიანი. ამიტომ საერთოდ არ არის სანერვიულო. არა, მე ეთყობა ემოციური ტიპი, მართალი ხარ შენ. არ მოგწონთ, გიყვართ, არ გიყვართ, თუ რაღაცა ძალიან დაზარალებული ვარ მე წინა ხელისუფლებისგან და არც ესენი აკლებენ, მაგრამ რას ვიზამთ, ეხლა უკვე რთული ამაზე ყველაფერზე საუბარი. ერთადერთი მინდა გთხოვეთ, რომ ირმას და დათოს გადაეცით, რომ ძალიან მაგრად უნდა იყვნენ. ვაი, გენაცვალეთ თქვენ, მაგრად იყავით, ჩემო ძვირფასო. ადამიანი ესე რომ დაგირეკავს და გეტყვის, არ ინერვიულო რაღაცა ისა. ბიჭო, ეგეთი სითბოთი არ შეიძლება იცხოვროთ. განა ჩემზეა ლაპარაკის, მაო. ლუკმას დედას ფიცავარ ბავშვები, ხა უფროს თაობაზე რომ ომის პერიოდის ამბავს რო ყვებია რომ ერთი ლობიო ჩამოგვიდაო და ერთი მოხარშვა იყო სულო და რომ მოხარშეთო სუნი რო გავიდაო გარეთო მე რო ვიფიქრეთ ბიჭო ხორებივით ხო არ გავსკდებით ამბობ და გავანაწილეთავლაბრის სიტუაციას ყვებიავლაბრის ეზოების რა არ შეიძლება რომ არ ის უფრო არ გიადვილდებათ, რომ ერთმანეთს სიკეთე გაუკეთო და მოეფეროთ, ვიდრე ჩირქები მივაცხოთ ერთმანეთს. მithom თქვენი ძალიან წესიერი დედა ავატირეთ, თქვენ ჩირქის ბუკეტებო თქვენა რა. ეს დამპლები ესენი. ზარი გვაქვს ეთერში, მოგზანდით. ბატონო. გისმენთ ვახ რა მოვახერხო ხოლმე ეს რომ დაეწიოს ეს იმას რა ან გვიან შემოიყვანეთ რაღაცა ფოკუსი კიო არა ყავს და რა ვიცი ფარადაშვილები და ისინი თუ დავპატიჟეთ ეგ არის რა ხო გავაგზელებ მე ჩემს საუბარს იმიტომ რომ სასაუბრო საკმაოდ ბევრი მაქვს ზარი მაქვს ეთერში მოვრძანდით გამარჯობა ბატონო გიორგი გამარჯობა ჩემო ძვირფასო ბატონო გია
დიახ. მე თავრობის გასაგონად მინდა თქვა ჯერ პირველი რამ. დიახ. რომ თავრობა რომ გამოდის და ლაპარაკობს რომ 14%-მდე ჩამოუყანეთო სიღარიბეო და სულ ქება დიდებაში არიან თავიანთ თავებისთვის. ჩვენ მოსახლეობამ ხო ხედავთ რომ 14%-მდე კი არა ჩამოყვანილი, მე მგონი 60%-ზე მეტია სიღარიბე. მაგრამ ხალხს ესე ვიხატავენ რომ ჩვენ სიღარიბე მოსწეს და ცოტა დარჩა. მაგრამ მე მინდა თავრობას დავაგო და იქნება ისლენი კიდეც რომ 12-13 წელიწადია ხელისუფლებაში არიან და პენსიონერებს 200 ლარი მოგვიმატეს 70-მდე. ხო და თვითონ რამდენი დაიმატეს და ვეღარ ძღებიან იმგენია. მოსახლეობამ ცხოვრობთ დაანგრეულ შენობებში. ხო და ეს ყველაფერი ჩვენ ვხედავთ, რომ დღიდან დახატონ. ჩვენ მოსახლეობა ბრმედი არა ვართ. ეს ერთი. მეორე კიდევ ბატონო გიორგი. დიახ. დღეს მე ბაზისკენ ვიყავი დასული. მეც ადამიანი ვარ, შენ ხარ ვიქნები კატო. პირაში ერთხელ გავდივარ ხოლმე 10 დღეში ერთხელ. ყველაფერი გაძვირებულია. ხო. დარწმუნებული იყავით, დარწმუნებული ბატონო გიორგიო, ყველა მეორე პატრიოტი ალიანს ახსენებს. იცოდეთ რომ თუ თქვენ არ გაგიყარდეს, ოქცილებლად გამარჯვება გელოდებათ. და კიდე რა თქვენს იქით? ნება ინაშინის არ არისო არ ჩანსო, ამას ამბობდნენ და გვაინტერესებს მოსახლეობას. მადლობა მოსწრისთვის. გაიხარე, შემოგევლე, გაიხარე, ჩემო ქალბატონო. აი ჩვეულებრივი ადამიანები რეკავენ და ხო არის რომ გაბოროტებული ლაპარაკობ რაღაცაზე. ვსჯელობით ხსნიან რომ აი რა ვქნათ, აი როგორ მოვიქცეთ. მე რამდენჯერ ისმის კითხვა. ეს უკვე დაავიწყლად, გვეშველება ნეტე რამე არაფერი არ გვეშველება თუ ჩვენ არ გავტოკდით და ყველაფერი რო გაძვირებულია, მე კი არა, ეხა იქ ტევე პირველი სხვა ამბობს, აქო ისა ბიჭო, რა ვიცი, მე დედასპიცა ვარ, აი ანალიტიკურად დავდებ, რა არის გაძვირებული და რა არ არის და მე ვილაპარაკოთ ყველაფერზე. ზარი მაქვს ეთერში. ბატონო გაითიშა კაცო ზარი აბა შემოუშვით ზარი ბატონო ისმის ხვა კი შემოკარგო კარგად ისმის გამარჯობა გამარჯობა ამინდოდა ხომ მე თქვას თქვენთვის რა დიახ აი უსმენ ხომ ხას ამერიკას კიდევას რა ირადად თქვენს მიმართ აქვს კარგი განწყობა რა თან ირადად თქვენს მიმართ შემოგევლე დიდი მადლობა ძმაო დიდი მადლობა ანალოგიურად მეც და ერთი მომენტია ჩაისრა სუკან აპარაკი ემეც რაღაცის დაწერა იმას ხელი ჩამოვაყვა იმას დაროვა უთხრა ეხლა არ არის მიუღებელია და თუ ადამიანთა კითხვა გავს პირდაპირ დაუსვა ეს ოქრო ხარ ეგრე უნდა იყოს ეხლა რაღაც მინდა თქვენს კითხოთ აი უბრალოდ ბუნდოვანებას რა ჩემს პირადად ჩემში და ჩემი შინაურის თვალში და აღროვებაში თქვენი ავისი ტელევიზიის მხრიდან და უშუალოდ თქვენი მხრიდანაც ერთი რაში ვერ მოყვებით აზრობრივად რა. კი ბატონო, გისმენთ. ირადად თქვენ კითხვათ და და სხვებს და თქვენ სამყაროს ლაი ბიზნესი ეს უნდა იყენე გვერდში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ჩემთვის ეგ არის მე ასე ხარისხოვანი და ჩემთვის ის ხალხი იმიტოა მეუღებელი რომ ბიზნეს გვერდით გასტანიგეთ. აი ესეთი მომენტია რა ეხლა რომია კონსტანაცია მაშინ რატომ და გიხაროდეს რომ ბიზნეს ფული შეუჩერესო თუ გაუყინეს თუ ასე შემდეგ მოდით ასე გეტყვით რა ეხლა
თითი რო ჩაყოლოდა მანქანის კაირებში იწინა ივანიშვილს და ეს რო გამხარებოდა ეს არაქრისტიანული იქნებოდა რა. ჯიგარი ხარ, ჯიგარი, გეთახმები, ჯიგარი ხარ ძმაო. ის ფული აი მომენტში არის ვაზნები საქართველოს წინააღმდეგ. გამიგეთ რა მომენტია ჩემი თქვენი და ჩემი საყვარელი ქალაქის წინააღმდეგ და აი ციტყოფადობის და აი მეყვაზე დადაპრანჭული სიტყვები რა თბილისელობის და ქართველობის წინააღმდეგ ვაზნებია ბიზნეს ფული და მაგიტომ მიხარია რომ გამიხარდება თუ გაუყინავენ რა თორე პირველად ღმერთმა აცოცხლოს იქამდე სადამდეს თვითონ კი არა და აი თუ გიყვარვა ერთი წამით მომისმინე და მე გეტყვი რომ აი ყველაფერს ბუნდოვანებას რომ მთელი ნისლი გაიშალოს რა ყველა იმ ქართველის დედავატირე მე ვინც ხვის უბედურებაზე кайფობს და მაგითი ცხოვრობს ვინც არ უნდა იყოს რა ძმაო რა თუ კაზიოლი არის ნატურით ხო ის თავისას მიაღწევს რა საზოგადოებაც უნდა ეგეთი მზად იყოს რომ იმ კაზიოლმა ესე როგორც ციხეში იყვადრ ტვაიო მესტა ვოზლე პარაშიო რო ეთყოდნენ და დააჯენდნენ აი ესე უნდა იყოს ეხა ბიძინას ფული გაუჩერეს ტაშს ვინც უკრავს ის არის გაბოროტებული ადამიანი მაგრამ ბიძინა რო რაღაცას გააკეთებს და შენიშვნას რომ მისცემ მაგას კი ვეღარ გებულობენ გაიგე ვერ გებულობენ იმას რომ შენ გინდა რომ შენი ძმაკაცი სანამ შეცდომას დაუშვებს მანამდე უნდა ეტაკო და შეანჯღრიო და უთხრა ბიჭო შეცდომას უშვებ ცოტა აზე მოდიო რა აი მაშინ არის ბიჭობა და მე რო ეგ თქვი 1-2-ჯერ ამ ოცნების ხარეს ხო ამათმა ცხვირი აიბზიკეს იმას აწიეს ეთი ადგილი და მithom ეხლა იქიდან მიყურებენ თქვენ მართლა კოზიოლებო თქვენა ეგრე სად არის ძმაო მე ესმის პათოლოგია ესმის დაიბრუნდი იმას ვამბობ ფულზე რა ის კი არ უხარი ანუ იმას კი არა აკაია ფული გაუყინეს ეწყინა ინერვიულებს ვაზნები უმთავრდება ხვდებით რას ვამბობ ვაზნა რა სამწუხაროდ მაგის ფული ვაზნაა ჩემ წინააღმდეგ ჩემი ქვეყნის და ჩემი ქალაქის წინააღმდეგ თვითონ დააყენა ეგ ოდიშ და პალაჟენია და მე აშუაშიო ხო მართალი ხო მოქმედა ვინმე უშენდა ხელს მართალი ხარ და ეხლა ნუ გააკეთებდა ისე რომ გაგულხარდეს რა რომ დაასანქცირეს რა თვითონ მოიყვანა სიტუაცია აი ნახე შემოგევლ რა მარტივი რამეა რა მოვიდა ბიძინა ადამიანი რომელმაც ეს საზღრობა მოგვაშორა და აი ნახე როგორი ბოლო იმედი რაც იყო ყველა ჯიგარი ხარ ბიძოდად მიდი და უცბად გამოაცხადა კოჰაბიტაცია უცბად ის საქმეები რომელიც ამ ახვრებს ამათ გაფუჭებული ქონდათ იქ გაუპატიურებები იქ ქონების წართმევები იქ ისინი თაროზე შემოეწყო იმაზე პროკურატურაში კოჰაბიტაციის შემდეგ 1-2 კაცი მენეჯერად გამოაცხადა ბატონმა ბიძინამ 1-2 კაცი მიიღო და დღეს რა პორტირებული მთელი ბანდა არის სექტა გააკეთეს იმეების რა ესე იგი ერთი ადგილის მიცემა თუ კარგად შეგიძლია და თავის გაქონვა და თავით ტენვა ხო მაგარი ბიჭი მაშინა ხარ რა მთავარია ბიძინაზე რამე არა თქო და ბიძინა მე გიყურებ როგორც ადამიანს რომელსაც კარგი უნდოდა და თუ კარგი უნდოდა ხო გეუნებით პირდებას მიიღე ჩვენი კრიტიკაც ძმაო და დაიყენე ისეთი ადამიანები საქართველოს აშენებს ვინც გეტენებინა პირველივე პავაროტში ფეხს დაგიდებენ აგერ ნახავ შენ თვითონ თუ არა რა ზარი მაკეთერში გამარჯობა პათოლოგია გაგიმარჯო შემოგევლე როგორ განდები რა ვიცი კი მინდა კარგად ვიყო მაგრამ გაიხარე აგერ ბებერი ვაკელების სახელით გილოცავ წინასწარ გიორგობას და გენაცვალე თუ ყველას გილოცავ ჩემო ოქროებო წმინდა გიორგი იყოს ჩვენი შემწე და რა ვიცი მფარველი ძმაო რა გაიხარე ჩემო ძმაო გილოცავ და რა ყველაფერს აპატიოს გისურვებ და ასე მიაკეთე როგორც ისმენ და ჯიგულად ყველაფერი გაიხარე შენ გენაცვალე ძმებო იცოდეთ რომ ჩვენ ერთი მრავალჟამიერი ერთად უნდა ვიმღეროთ გამარჯვებისა სადაც ღირსება იქნება ყველაზე წინწამძღოლი და წმინდა გიორგი წაუძღვება მაგ ყველაფერს რა
გაიხარე. ეგრე იქნება ყველაფერს ფიცავარ. ჩვენ სულ მაგას ვამბობ, რომ ეს მიწაწყალი არის ღვთისმშობლის წილხვედრი. ღვთისმშობლის წილხვედრი მიწაწყალი გადარჩება. ჩვენ სულებს როგორ გადავირჩეთ, მაგაშია საქმე. ჩვენ ვართ ის ადამიანები და ისე ვიცხოვრებთ, რომ ჩვენ სულებით გადავრჩებით. მაგაზე უნდა ვიფიქროთ, თორე ეს მიწაწყალი ღვთისმშობლის წილხვედრია და გადარჩება რა. სარიმაქ ეთერში მობრძანდით. მოგესალმებით ბატონო გიორგი. გაგიმარჯოს ჩემო ოქრო. ნახევარ საათზე მეტია ვწვალობ ძის გამოვლით და მიხარია, იმიტომ მიხარია რომ ბევრს აქვს სურვილი შემოვიდეს და თავისი აზრით ჩამოაყალიბოს. გენაცვალე ძმაო, მე მინდა ბატონო გიორგი ამ ხალხს უსულო, აი სურვილი რომელიც აქვს შემოსვლის პირდაპირ ეთერში 10-ჯერ მეტი სურვილი უნდა გქონდეს, როდესაც პატრიოტ ალიანსი დაიძახეს, ეს იქნება მიტინგი იქნება თუ საპროტესტო აქცია იქნება თუ რაც იქნება. აი ხუნა გამოვიდეს შვიდობიანად და კონსტანტა ლამაზად. ესეთი ბატონო გიორგი და რა გოშველება და ის შეხედება რომ უნდა გქონდეს ერთობა, რომ ბევრი ამბობს ზეწოლა ევროპიდან, ზეწოლა ამერიკიდან. აი ჩვენი ხალხი და რომ ზეწოლა იქნება და საშიშროება რომ დადგება იმისა, მილიარდების დაკარგვის კი არა, საკუთარი თავისა. აი ვერ შეუშვებენ ყურებში რაღაცას. სხვანაირად ესენი ვერ შეუშვებენ. მართალი ხარ შემოგევლოს ჩემი თავით, სამდე მართალი ხარ. აი ეგ სიტყვა ყველამ კარგად დავიმახსოვროთ. ძმებო, ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით. თუ რამეს ისეთ შეატყობთ, რომ ცოტა აი გოთვერნულად მიდის ეს, ამ სიტყვას ვიხმარ, მაპატიეთ, შეიძლება ცოტა ბევრი ვიბილდ სიტყვავე ამ წმინდა გიორგის დღესასწაულის, მაგრამ ვერ გავჩერდი რა უბრალოდ რა, იმიტომ რომ ისეთი ჩირქები მომწყეს ამ ნაძირლებმა და ამ მართლა ჩირქებმა, რომ სარიმაქ ეთერში მობრძანდით. ბატონო რა არის გაითიშა? რა ხდება ხომ შვიდობა გვაქვს, ზარი გვაქვს, აბა შემოუშვით რა. ბატონო გისმენთ? კი. ბატონო გისმენთ? კი, გამარჯობა. გაგიმარჯოს ჩემო კარგო, გაგიმარჯოს. ბაკუჩხინა კიდეკავ ოქრო კაცო. ეგე დედ რას ამბობ, ოქრი? როგორ ყურებ თქვენ პირადად და თქვენ პარტიებს და ყველა კონსერვატორებს გული ნერსებას სიამაყით გეფიცებით. გენაცვალე ხალხო მართლებოდა სამდის მართლებოდ გენაცვალეთ. თქვენს გვერდით ავდგევათ მთელი საქართველოს 70% უამრავი ხალხი. ხერა წირდება წინამძღოლი ერთი დაძახება და ჩამოვიდეთ ქალაქში და ვანახოთ ვინავა და რამდენი ვარ სამართლიანი ხალხი. ვაშენ გენაცვალე. იმედი უნდა გქონდეს, იმედი. ადამი კარგია მე იმედი გენაცვალე, აი თქვენ როგორ იყურებთ, თორე დანარჩენი ცხოვრება ის უკვე შემძულა რა ამათ ხელში. ამათ იყურება არ მინდა საერთოდ არ იყურება მაგათ არხებს. ერთ ლექს გეტყვი ვაჟას. აბა მიდი ჩემო ოქრო, ბრძანე. კიდევაც ნახავ გაზაფულს, ყელმოგერებულ იასა, სიცოცხლის, სიკლის, სიცოცხლეთ ცეველს, დალაღებულ საფთიანსა, კიდევაც ნახავ ხარობდეს, რაღაცა ხმაწდება. აბა მიდი, არა, ნორმალურად ისმის, ბრძანე. ხო, რაღაცა ისმდა. კიდევაც ნახავ თოგლის თვიმად ხიოდეს, ანოტირდეს მიწასა, დინარეები ხიოდეს, არც არავისა შიოდეს, არც არავისა სხულოდეს, სიმართლის გამარჯვებასა მცაში არც ვიხიოდეს, ჩვენც მას ბანს ვეუბნებოდეთ, გული აღარ ხიოდესა, ესე იქნება დავიდე ოქრო კაცო. გაგიმარჯოს ღმერთმა, დიდი მადლობა ჩართვისთვის და რა ვიცი, კაი, იწყება უკვე გაფურჩქვნები და რაღაცეები და ღმერთმა მშვიდობიანა და აი იმის სულ მაგის მეშინოდა კარდენახში რომ ვიზდებოდი რომ აი სულ ხალხს მაგის ეშინოდათ რომ
ბიჭო სეტყვა არ მოვიდა სეტყვა, მაგრამ მაშინ იყო აპარატურა, იყო რაღაცა ეს იმას გრაძილნე ეს ეძახდნენ თუ რაღაცა არ მახსოვს რა. აპარატები დგა ესროდნენ ამ რაკეტებს და თვებოდა ის და წვიმად მოდიოდა ხოლმე, სეტყვა აღარ მოდიოდა. ზარი მაქვს ეთერში მობრძანდით. ალო. ბატონო. ალო. გისმენ, ჩემო კარგო, გისმენ. ახლა ეს შეგიქო მაქვს თქვენთან. ბძანე, ჩემო კარგო, ბძანე. ერეკრემების დროს. დიახ. ერთმა მოღალატემ, რომელმაც გასცა ბრძანება რომ მეზარბაზროები არ ყავდა, ერთმა სააგები ამხედავომით, ახლა რამდენი მოღალატე ყავს? ხო ბრძანება გასცა და მე რა ბრძანეთ ვერ გავიგე. ერთმა გასცა უღალატო, რომელმაც სააგო ამხედავომით. დიახ. ხო, დღეს რამდენი მოღალატე ყავს? მაშინ მრავალი მილიონიანი ერი ვიყავით. ეს რა არ ახლა ყავს 1500-2000 მოღალატე. სამწუხარო ამბავია ძმაო, ეს ქართველების სირცხვილებში წერია. არის ქართველთა 999 სირცხვილი, სადაც წერია, რომ ქართველებს ზოგჯერ ისეთი საქციელები აქვს გაკეთებული. რაღა შორს წავიდი, აგერ გაჭირვებულია ხალხი, გაყოფილია ორად და კიდე ვიღაცეები, ტროლები და ბოტები ფულს იღებენ იმაში, რომ ხალხი დაწამლონ და რაღაცა უარესი და ცუდი გაუკეთონ რა. არ არიან გველის წიწილები, აბა რა არიან რა. დიდი სიამოვნები დაგიჩეჩქვავდით თავებს რა. თქვენ აბიჭურებო თქვენა რა. ზარი მაქვს ეთერში, მობრძანდით. ალო. ბატონო. გამარჯობა ბატონო გია. გაგიმარჯოს ჩემო ოქრო კაცო. ბატონო გია. ბატონო. შესანიშნავი პიროვნება ხარ. დიახ. ვიცი რომ ქართველ ხალხზე გული გტკივათ. დიახ. ერთ რამეს გთხოვთ რა. ბრძანეთ. შეკრიბოთ როგორმე ერთ დროს ხალხი რომ ამ პენსიონერებს რაიმე მოგვიხერხოს იქნებ ამ მთავრობა. იქნება შეკრიბოთ ხალხი და ხალხმა გააგებინოს ამ მთავრობას რომ თვითონ რომ აქვს 20,000 და 40,000 ხელფასი. ერთი 800 ლარი, 1000 ლარი ხელფასი პენსია არ შეიძლება რომ ისენ. გეთახმები აბსოლუტურად და პირობას გაძლევ. აი დღეიდან არა, აი ხვალიდან, ხვალე არის წმინდა გიორგის დღესასწაული არის, ხვალე ძმაო, გიორგობა დღე არის. ხვალიდან მე ფიქრს დავიწყებ, რომ პენსიონერებს გამოგიცხადო და ერთჩვენიერ დღეს ვისაც შეგიძლია და როგორც შეგიძლია შევიკრიბო ძმაო რა. მე გამოვაცხადე პირადად ძმაო მაგ დღეს რა. მეტი ეხა რა ვქნა, ცოტა დრო რჩება და უნდა გავიდე უკვე. დიდი მადლობა ვინც ყურს მიგდებდა, ვინც ცოტა შხამები გამოაგზავნა ჩემმა ფარველმა ანგელოზმა დამიფარა ეტყობა და არ მოაღწია თქვენმა შხამებმა ჩემამდე. ვინც მაგინეთ კიდე მოგიბრუნდეთ ბუმერანგივით. ბიჭო, თუ გინებელი ხარ და კაცის და ის მოდი და შეაგინე პირდაპირ უთხარი რომ შენ ხარ ამის და ამის ღირსი და დამთავრდება ბაზარი. ხეობაში ვარ, ასული არ დამვიწყებია ის ამბავი და გიორგობა დღეს ხვდებით და ერთ-ერთმა ბერმა მითხრა, უთხარი რომ მე უთხარი რომ წმინდა გიორგობას გილოცავ და ჩვენი მტრები გაეგმიროსო, მეთქი უთხარი რა. მე ჩემებურად რაღაცა კარგი მინდოდა მეთქოდა. იმე როგორი ქრისტიანული და ბრძნული მითხრა ნახეთ რა. წმინდა გიორგისო ჯერ ჩვენში მოეკლასო ბოროტიო რაც აგვაქო ჩვენშიო და მერე სხვაშიო რა. ტყვეთა განმანთავისუფლებელო და გლახაკთა ხელის ამყრობელო. სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამძღოლო. ღვაწლი ჩემოსილო დიდო მოწამეო გიორგი. ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალება სულთა ჩვენთათვის. კარგად იყავით, გიორგობას გილოცავთ.
მოგესალმებით.